ვიწყებთ ჩვენ საუბრებს სტუდიაში. ახლა აი დაგვიბრუნდა ბატონი რეზო გაბრიაძე. ის იმყოფებოდა ხანგრძლივ მივლინებაში, გასტროლებზე თავის თეატრთან ერთად, სადაც როგორც პრესა გვამცნობს, უცხოური პრესა, ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა ამ თეატრს და აი დღეს დავიწყებთ აქედან საუბარს. იყო საფრანგეთში და შვეიცარიაში. და აი რამდენი სპექტაკლი აჩვენეთ სულ ამ 4 თვის განმავლობაში და რა ქალაქებში ნუ ყველაში 60-მდე სპექტაკლი ვაჩვენეთ 14 ქალაქში, საფრანგეთის 14, შვეიცარიაში, ლოზანოში, ცნობილი თეატრი ვიდი. რაც თავარია პარიზში. პარიზში რა თეატრში გამოდიოდა? თეატრი, ქალაქის თეატრი ერთადერთია იქ. მუნიციპალური თეატრი ერთადერთია. როგორ გრანდ ოპერა არ არის მუნიციპალური? არ არის. ერთი თეატრია მხოლოდ? დიახ. და იმაში გამოდიოდით თქვენ? ჩვენ გამოდიოდით. ეს ხდებოდა მონმარტრზე, 60 ნაბიჯში, სადაც დეგა ცხოვრობდა თუ მოღვაწეობდა. საერთოდ მონმარტრი არ ჭირდება. ძალიან საამაყოა ჩვენთვის რომ მონმარტრზე მოხდა ეს ამბავი და საუკუნის ბოლოს მოვჩდით იქ. ახლა მე ერთი აი ჩვენ ამაზე გქონდა საუბარი თავის დროზე, მე რატომღაც არ მოხდა ჩვენ გადაცემაში. მე მინდა უბრალოდ ჩვენს მაყურებელს გავახსენო ის ფაქტი, რომელიც ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ბატონი რეზო არის საფრანგეთის უმაღლესი ორდენის რომ ის არის ხელოვნებაში უმაღლესი ორდენი, რომელსაც ქვია კომანდორი. და კომანდორი არსებობს 5 ხარისხის. სამი, არა. ნუ ქვედა დონეს შევარია. მე არის ოფიცერ, ხო? და შემდეგ არის 3 კომანდორი, ეს არის სადაფის, პერლამუტრის, ხო? ემალის, ხოდი უკაცრავად, ემალის ვერცხლისა და ოქროსი. აი ბატონი რეზო არის ოქროს კომანდორის კავალერი. ეს ნიშნავს იმას, რომ ის უკვე არის რაღაცა წოდება აქვს მიღებული ამით საფრანგეთის და ესეთი ორდენი ძალიან იშვიათად თუ ვინმეს აძლევენ. მაგრამ ეს მიიღო იქამდე, სანამ ეს გასტროლებია. შემდეგ აი კითხვა შემდეგი, რომელიც მე მინდა მოგცე შენ, რამდენად დიდი გავლენა აქვს საერთოდ ჟურნალისტიკას, ჟურნალისტებს აი წარმატებაზე საერთოდ და თეატრის წარმატებებზე. თეატრის, ლიტერატურის, ხელოვნების, ეკონომიკის ყველაფერს გააჩნია იქ უკვე დიდი ხანია მოხდა დიფერენციაცია გაზეთების. ის პროცესი, რომელიც ჩვენთან ახლა მიმდინარეობს და აუცილებლად გახდება ასეთი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გაიხსენეთ ისეთი ლიტერატურა, როგორც ბალზაკი და ასეთი ხალხი იბეჭდებოდა იქ ამ გაზეთებში. როგორც ფიგაროა და მოპასანი და რა ვიცი, რომელიღაც ჩამოთვლით ეს უდიდესი გაზეთი. ლიბერაციონი მონდი, რომელზეც დგას არა მარტო ფრანგული კულტურა, არამედ ევროპული კულტურა. მათ კვალიფიკაცია უმაღლესია. ესე იოლად სიტყვის არისრია. რა თქმა უნდა, იქ მიწვეული ჟურნალისტები ზევით უკვე აღარაფერი არსებობს მათ პროფესიონალებს. ხო, ნუ რა თუ გავიხსენებთ ისტორიას და დღესაც ალბათ ფრანგულ პრესას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ასე ვთქვათ, მოდის დამაარსებლები არიან დღემდე ფრანგები ხელოვნებაში. თუ წარმატებას იღებს ადამიანი საფრანგეთში, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს მაღალი რანგის ხელოვნება. ეს უსერიოზულესი იერარქია საზოგადოების აზროვნების. ძალიან მნიშვნელოვანია ფიგარო, ვთქვათ. ისინი სხვადასხვა მიმართულების არიან და რა ვთქვათ კიდე, თეატრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს კრიტიკას. კრიტიკა არ უნდა იყოს მხოლოდ ირონიული და გამფირდავი და ეს როგორც ხშირად ხდება ჩვენში. კრიტიკას უნდა მოქონდეს პოზიტიური კონსტრუქციული აზროვნება, ის უნდა საზოგადოებას ამზადებდეს
ჩვენთვის და ჩვენ საზოგადოებისთვის. ხო, რამდენადაც მე ვიცი ძალიან მოკლე რეცენზიები აქვს ხოლმე, მოკლე და ძალიან ისეთი კაფე. ამომწურავი. ამ დროს ამომწურავი. აი, მე ხელთან მაქვს ის პრესა, რომელიც მიიღო აი შენმა თეატრმა და შენ აი აქ ეს ძალიან ეს არის მხოლოდ ნაწილი პატარა და რამდენადაც ვიცი დღემდის მოდის ეს რეცენზიები, რომელიც დღემდე არ შეწყვეტილა, ასე ვთქვათ, ამაზე რეზონანსი არის შენი სპექტაკლებისა. აი ეს მე მინდა რომ აი ეს კარგად აჩვენონ ჩვენმა ოპერატორებმა, ეს უნდა დავიჭიროებათ, რა? აკეთე, ხო? ეს არის ის ერთ-ერთი რეცენზია, უბრალოდ რეცენზია კი არ არის, ეს არის ინტერვიუ ბატონ რეზოსთან, სადაც წერია რომ ეს არის ჟორჟიან ჟენიალი, ესე იგი ქართველი გენიოსი. ხო ეს ჩემი აზრით არაჩვეულებრივად დიდი ქათინაურია, მით უმეტეს რომ ფრანგულ პრესაში. და ახლა იმისათვის რომ ჩვენს მაყურებელს კონდეს საშუალება თვითონ შეაფასოს თუ როგორი იყო ეს გამოხმაურება, მე რამდენიმე რეცენზიიდან დავიკითხავ რას წერდნენ ეს გაზეთები. აი გაზეთი მონდი, როგორც ბატონმა რეზომ ბრძანა, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გაზეთი ალბათ მსოფლიოში. მხატვარ, მწერალ და კინოდრამატურგ რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილი სპექტაკლი ომზე და ომის საშინელებაზეა. სპექტაკლში შექმნილი სახეები დელიკატური და ფაქიზია, ისევე როგორც მსახიობების მუშაობა. ჯარის შემზარავი სვლა, შოსტაკოვიჩის აკორდები, სიკვდილის შიში, რომელიც ცხენშია განსახიერებული, ძლავრი და მშვენიერი სახეები, ძლავს იწვევს როგორც ხანში შესულებში, ასევე ახალგაზრდებში. სპექტაკლი რექვიემია და ინარჩუნებს მთელ თავის ძალას იმედისათვის. პარიზული გაზეთი არის, ხო? აბესის, ეს არის მე მგონი არა ის თეატრი? სახელი ქვია აბესის თეატრი. აბესის თეატრი, ეს არის სწორედ ის მუნიციპალური თეატრი, ერთადერთი მთელ საფრანგეთში. როგორც მე მითხრეს. ხო. აბესის თეატრი პარიზში. პარიზში, ხო? სხვა քաղաքებში თავის. ალბათ. აბესის თეატრი გთავაზობთ უნიკალურ სპექტაკლს. წარმოშობით ქართველი რეზო გაბრიაძე წერს, ხატავს და დგავს სპექტაკლებს. უკვე 20 წელია, რაც მან თავისი შემოქმედება დაუკავშირა თავის თეატრს, მის მაგიურ სამყაროს. სპექტაკლი ნამდვილი ეპოპეაა, რომელიც 1937-43 წლების პერიოდს მოიცავს და ის იქმნება ქვიშით დაფარულ პატარა მაგიდაზე, რომელიც რეზო გაბრიაძემ გადააქცია ბრძოლის ველად. ეს ხო პარიზიანი, როგორც ვთქვი. აი მე შევამჩნიე რომ თითქმის ყველა იმაში რატომღაც ხას უსვამენ იმას რომ შენ ქართველი ხარ, რომ საქართველოდან ხარ. ალბათ ეს შენ გამომდინარეობს, შენ ალბათ პირველი შენ. მე ამას რუსონდი ხას საერთოდ. თვითონ უსვამდი ხას. აი მე არსად არ გამიგია მაგალითად. შეიძლება ალბათ იმიტომ რომ აფიშებზე წერია ეს თბილისის მუნიციპალური თეატრი. და ამიტომ ისინი უსვამენ ხას, მეც მადლიერი ვიყავ, რა თქმა უნდა. ის თეატრზე არა შენზე წერენ რომ შენ ხარ ქართველი. აქედან ალბათ. ეთყობა მათი ის არის. ალბათ რა მნიშვნელობა აქვს. ხო, ეს სპექტაკლი იყო, ნუ ამის შესახებ მე წავიკითხე რა სპექტაკლიც იყო, აქ წერია მაშინ და ამიტომ აი ფიგაროში მაგალითად. ქართველი რეზო გაბრიაძე უნაკლო არტისტია, მხატვარი და დრამატურგიის შემქმნელი. მან მოიგონა სამყარო, რომელიც საოცარია და ამავე დროს ჩვენი ცხოვრების სიღრმეს წვდება. ქსოვილების ნაფლეთებიდან და ბაწრებიდან ნიჭიერად და სულის შემძვრელად მან შესთავაზე მაყურებელს სტალინგრადის ბრძოლა. ეს არის სწორედ ის სპექტაკლი, რომელიც იყო წარმოდგენილი პარიზსა და სხვა ქალაქებში საფრანგეთის. კიდევ სხვა ეხლა ეს უბრალოდ თითო წინადადებას წავიკითხავ რამდენიმე რეცენზიიდან. ნუ პირველი დავუშვათ სპექტაკლი ბრწყინვალე და გამავალ ფაქიზი და გონიურული. სპექტაკლი, რომლის გაცდენაც არ შეიძლება. შემდეგ ესეთი არის გაბრიაძის სპექტაკლი აბსტრაგირებისა და სიზუსტის საოცრებაა. ამ ნაწარმოებით გაბრიაძემ დაიმსახურა უფლება გახდეს უკვდავი. იჩქარეთ ნახოთ სპექტაკლი, თქვენ მას ვერ დაივიწყებთ. უსაზღვრო სინაზის სპექტაკლი. შეუძლებელი აღიწეროს სპექტაკლი და მიღებული შთაბეჭდილება. რეზო გაბრიაძე უდიდესი ვარსკვლავია. აი ესეთი ეს არის ფრაზები, რომლებსაც შენზე წერდნენ.
მე მესმის რომ შენ ახლა უხერხულად აგზავნე თავს. მაგრამ არ ვიცი როგორ მოვიცი. მაგრამ ეს ყოველ შემთხვევაში მეც მიამაყება და იმედი კი არა, ნამდვილად ვიცი რომ საქართველოში თითქმის უყურეს არ მოინახება კაცი, ვინც ამისთან რეცენზიებს როცა გაიგებს და ამისთან თათინაურებს. ამ შემთხვევაში ადამიანის შესახებ, ქართველი ადამიანის შესახებ ეს ის არის. ახლა მაშინ ასეთი კითხვა მაქვს მე შენთან. შენ გავდი აი რეკვიემს იმ სპექტაკლს, რომელსაც ქვია სტალინგრადის ბრძოლა. აი რატომ აირჩიე ეს თემა? რასთან არის ეს დაკავშირებული და ხო, ნუ ეს შესახებ. ეს ყველაფერი დაიწყო მოსკოვში დიდი ხნის წინათ, 1-5 წლის წინათ. შემდეგ პეტერბურგში პრემიერა შეძლო დიჟონში. ფრანგები, გერმანელები და რუსეთი გაერთიანდნენ ამ სპექტაკლის დადგმაში. დიდი როლი შეასრულეს გერმანელების მონაწილეობა სწორედ ამ სპექტაკლში. შემდეგ მე უკვე მე-4 წელიწადია მგონებ უკვე აქ ვარ. ჩამოვედი და გადავწყვიტე რომ რახან არ ხერხდებოდა რუსეთიდან ამის ჩამოტანა, აქვე მადლიერებს ნორით მინდა მოიხსენიო რუსეთის პრესა, რუსეთის კრიტიკა და მე მგონი პრემიერა დარჩა რომ არ მოეცათ და რატომღაც უკრაინას მომწეს ბოლოსში. თუმცა ამ ჩემზე უნიჭო ფეხბურთელი არ მომდენი. ჩამოვედი და გადავწყვიტე რომ სპექტაკლი არ დაკარგული იყო, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და აღვადგინე ის ჩვენი ძალებით საქართველოს და ჩემი პატარა თეატრში. ნუ რამდენადაც მე შემიძლია ვიმსჯელო, ეს მარტო აღდგენა არ იყო, ეს იყო ხო, თავიდან დაწყებული სპექტაკლი. მუსიკა შეცვლილია, ახალი სახეებია და ეპიზოდები საქართველოს, რუსეთის რაც თავარია ეპიზოდი არ იყო, ვერ მოასწარე გარემოებაში. დრო ძალიან მომზდებდა უკან. ამჯერად ისევ ფრანგები ამომიდგენ გვერდს. იმდენ ესეთი ლამაზი ეს მოქცევა გააკეთეს. თქვა ჩვენ გწიოდა მაშინ ძალიან და 5 ღუმელი ჩამოგვიტანეს, გაზის, განათება ჩამოგვიტანეს, რადიოტექნიკა ჩამოგვიტანეს, გულწრფელად ალერსი, დარეკვა. ძალიან ამოგვიდგა ბურგუნდიის ნაციონალური თეატრი. მე მინდა როგორც ქართულმა კაცო თქვა ეს თუნებას მომწევს ჩვენი მაყურებლები, ერთხელ კიდე მადლობა უთხრათ ფრანგებს, რომელმაც აი გაჯივრებაში და იმაში ჩვენთან იყვნენ. ასევე უკრაინელ მსახიობებს მინდა უთხრა მადლობა უდესელებს. ისინი ახმოვანდნენ შენ სპექტაკლს. მოსკოვის მსახიობებიდან. აი ლიახი ჯაკოვა ახმოვანებს. არაჩვეულებრივი მსახიობი რუსეთის ვარსკვლავი. ეხლა ალბათ ხო, ეხლა მაინც ეს რასაც შენ ამბობ, ეს მაინც არ არის, როდესაც ნუ რამდენადაც მე წარმომიდგენია, როდესაც იქნება რაღაცა იდეა როცა მოდის თავში, აუცილებლად რაღაცა გრძნობები, ის არ შეიძლება ამისთან სპექტაკლის გაკეთება ჩემის აზრით, თუ შენ არ ახარ ამ სპექტაკლის იდეა, თუ ვერ გრძნობ ამას, თუ არა გაგანცდები ამის მიმართ და აი რატომ აირჩია მაინდა-მაინც სტალინგრადის ბრძოლა და არა დაუშვათ სხვა იგივე რატომ არ გააკეთე მთლიანად მთელ იმას. ბევრი მიზეზ სხვა მიზეზების არ ჩამოვთვლინო დიდ დრო უნდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისაა, რომ სტალინგრადის ბრძოლის დროს მე 6 წლის ვიყავი. ბუნებრივია არ მახსოვს კარგად. მაგრამ ომის დამთავრება 9 მაისში მახსოვს როგორც ერთ-ერთი არაჩვეულებრივი დღე ჩემს ცხოვრებაში. რატომღაც ზეანათებდა ალბათ ზეც იყო იმ დღეს ქუთაისში. მახსოვს რომ ყველა კოცინდა ერთმანეთს. 9 მაისი გახსოვს. ხო, 9 მაისი. და მე პატარა ვიყავი, დავიკარგე ქუჩაში. სად უნდა დავკარგულიყავი? ბაღის კიდეზე დავიკარგე და მე დედაჩემ მომნახა და არც გამიწყდნენ და ეს დაუვიწყარი დღე იყო. დაყევი ვინმე საერთოდ. ხო, მე თუ ვიცი რამე დღესასწაული, როცა ყველა რო ერთადაა და გახარებული, აი ეს დამჩა როგორც ანათებს ჩემ ბავშვობიდან როგორც მზე, ეს 9 მაისის დღე. ლამაზი და ბზიანი. ეხლა ალბათ ამ თემაზე ხომ არ გადავსულიყავ. ხო, გადავიდეთ, ძალიან საინტერესო თემაა. ესა არაჩვეულური თემა, იმიტომ რომ
ფაშიზმს ეხება და მისი ანდექრისტეობას, რომელიც ძალიან გთხოვში დამეხმარო ამის უფრო ჩახედული ხარ ამ საქმეში. მე გულისხმობ რას, რომ პირ ჰარბორიდან, ამერიკის ნაპირებიდან, მთელი წყნარი ოკეანე, კუნძულები, მოდებული იყო ეს ომი, ამას ჩათხეული იყო მთელი მსოფლიო. იბომბებოდა ლონდონი. კომენტრი საერთოდ დაანგრიეს. იგივე ბერლინი. დაეცა საფრანგეთი. დასავლეთის ცივილიზაციის უზარმაზარად ციხე-სიმაგრე, სინაზე, სილამაზე. დაეცა ცეცხლი მოედო იმას და მერე უცებ ამოდენა რუსეთის. გადაწვეს უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია. ეს ყველა ვიცით ჩვენ და ბევრი ფილმები გვაქვს ნანახი მაბადეთ რომ კიდე ერთხელ ვახსენებ ხალხს. მაგრამ 10,000 ქალაქი დაიწვა რუსეთში. 10,000 ქალაქში ხო არის თითოში 500 სახლი მაინც მინიმუმ პატარა ქალაქი რო არის. გაუბედურდა ხალხი და ესა და დატო სტალინგრადი. დადგა დრო, როდესაც ეს უზარმაზარი ტალღა მივიდა, ვინც ყოფილა სტალინგრადში ალბათ იცით, 30 მეტრი დარჩათ თუ 100 მეტრი ვოლგამდე. და იქ გადაწყლებოდა მსოფლიოს ბედი, ევროპის მაინც. ხო და იქ არა პავლოვის სახლი და მე მეამაყება რომ ერთ-ერთი ქართველი იყო იმ 35-36 კაცში. რომლებიც ვერაფრით ვერ აიღეს. ეს პავლოვის სახლი არის ძალიან პატარა სახლია, როგორ გითხრათ ახლა. ამ სტუდიაზე პატარა. არა, ამხელა რა თითქმის. აგურის ნაშენებია, როგორ ვერ აიღეს ეს ამხელა მანქანამ გაუგებარია ჩემთვის. ეხლა ვინც ყოფილა მუზეუმში, მიაქცევდა ყურადღებას, ფოტოებია ბევრი ძალიან. ხო და რა თქმა უნდა მე ყველას უდიდესი და სინაზით უყურებ ამ სახეებს. მაგრამ მაინც ქართველი რო ვარ, მაინც იქით მიწევს გული ქართველი ფოტოებსკენ. ზოგი პასპორტი და ამოღებული პატარა ფოტოები, ზოგი უსახელო გმირები და ისა. თუ არ მეშლება 6 წლის ამბავს ვამბობ, თავართ ხილაძე თუ თვალწილი არ მახსოვს, კარგად მაბადიეთ. პოლკოვნიკი, რომელმაც მანშტაინი 3 დღე გააჩერა მოატყულა და გაიმეორა ის გმირობა, რომელიც ბაგრატიონმა გაიმეორა აუსტერლიცის მერე. და ერთადერთი შემთხვევა, რომელმაც ტელეფონით მიიღო საბჭოთა კავშირის გმირობა. სტალინისგან. ხო, და ამ კაცმა მერე კურსკის ბრძოლაშიც მიიღო მონაწილეობა. მერე თან ისეთი რომანტიკული ისტორია თვითონ მომიყვეს იმაში მუზეუმში მომიყვეს. ხო და კურსკის ბრძოლაში, მერე კურსკის ბრძოლა გადაიტანა, მერე დატოვეს, რომ ეს მინებით გაეწმინდა თელი ოლქი გაუწმენდია. ცოლი ყავდა იქაური და დატოვეს და ორ ოთახიანში მოხუცებული კაცი შუნა ვარიცოდა, ესე ცხოვრობდა და ეს ქალი ყოლია დავდობილი ლოგინზე. ხო და მეორე გმირობა შეიდინა კიდე ამ კაცმა. ხო 20-25 წლის განმავლობაში ასე ხელით აყავდა ვინცაც ყავს მართლაშორს. ის უფრო გაგვიგებს ჩვენ რა არის ნიშნავს ავანტყოფილი ლოგინზე დაწოლილი და მაშინ აღმოაჩინეს ეს კაცი და ცალკეა გამოყოფილი სტალინგრადის მუზეუმში. მე რა მინდა რომ შენის დახმარებით შემოგია. დღესა უქნიდლე არ ვიცი როდის აჩვენებენ ამას. 9 მაისი ამას მოვესწარი ზიანია დღეს გამოიდარა ერთი კვირა წვიმს. თითქოს 9 მაისს საბატად შემოვა. მოდი გავიხსენოთ და შენს დამეხმარე ამაში, რამდენი იღებდა მონაწილეობას საქართველოსთან. ნუ რამდენადაც მე ვიცი 700,000 კაცი, ეს არის წარმოუდგენლად ბევრი საქართველოს. რამდენი ვერ დაბრუნდა? რაღაც 300,000-მდე. ეხლა პატარა ერისთვის ეს არის კატასტროფაა. კატასტროფა, იმიტომ რომ ყველას ჯანსაღი, ჯანმრთელი. ჩემს ბავშვობაში რამდენადაც მახსოვს ეს მარტო პროპაგანდის გამოს ჩვენ ვამაყობდით იმის, რომ ყოველთვის რომ ვიღებდით ამაში მონაწილეობას, იმიტომ ეს მართლა საშინელება იყო ეს. ჭირი იყო მოდებული, როდესაც შენ გამოყოფ დაუშვათ რომელიმე ერს და იტყვი რომ რაც არ უნდა გააკეთოს იმან უკვე დამნაშავეა, იმიტომ რომ არის დაუშვათ ებრაელი. ან რაღაცა სხვა ერის წარმომადგენელი. თავის ერის რამდენი დატანჯეს თავის ერიც. ეს მოხდა სადმე სიბნელეში კი არა, ეს მოხდა უდიდეს
კულტურის უდიდესი მუსიკის მეცნიერების ქვეყანაში, რომელიც ჩვენ ისეთი მადლობელი უნდა ვიყვეთ 1000-ჯერ, არც ერთი არა ვართ ჩვენ ახლა რომელიც ქუჩაში დავდივართ და გაზრდილი ვართ საქართველოში, რომ გერმანელს ერთხელ მაინც არ ყვებდეთ ბავშვობაში გადარჩენი კალცექსით ან რაღაც წამლით. ან უამრავი ყველგან არის გერმანული კულტურა ჩვენს გარშემო მუსიკაში, ჩვენ რაღაცნაირი ჩვენი კულტურა, ჩვენ თვითონ არ ვიცით ალბათ რა ყველა ადამიანი ამ პლანეტაზე ცოტა გერმანელიც არის. მაგრამ დაემართა ეს სენი. გაიმარჯვა ამ უბედურებამ, ანტიქრისტებმა. ხო და ამიტომ ჩვენმა ერმა დღეს ახლა ზეიმოს გუშინდა დღეს ინგლისელები, რუსეთის ზეიმოს, უკრაინას ზეიმოს, ბელორუსია, ყაზახეთი, ფილიპინები 45 წელში გამოუცხადებია თუ არ მეშლება და ეს შესამოწმენელია. რომ იმათაც ბოლოს იმათაც გამოუცხადეს გერმანიას და ფაშიზმს. ეს საერთო საკაცობრიო იმაში ქართულმა ხალხმა შეიტანა თავისი წვლილი არანაკლები თავის ის დაახარჯა. კიდე გია ახლა ბევრს მოგზაურობთ მე და შენ ხშირად ყოფილვართ სხვადასხვა კუთხეებში საქართველოსიდან. თითქმის ყველა სოფელში არის ერთი 100-მდე კაცის მემორიალური ისინი ჩამოცვენილი ფოტოები. გატიალებული ახლა ამ უფლებისას რა თქმა უნდა ძნელია, მაგრამ ჭიშკრის გასწორება მაინც შეიძლება ახლა თუ შეკეთება არა. ეს მიტოვებული ახლა ჩემს სოფელში რომ მიხვალთ დედულეთში გურეშიძეები და ბანაჩივაძე ამოწყვეტილია ისეთი ფოტოები არის ბიჭების და გული დასწრება. ამიტომ სასიამოვნოა რომ დღეს უქმი დღეთა გამოცხადებული და ამიერიდან და სამუდამოდ უნდა ვიზეიმოთ ეს რაღაც პატარა ერმა შევიტანეთ ჩვენი წვლილი. ხშირად ამბობენ რომ აი კომუნიზმი კიდევ უარესია. მე პრინციპში ნუ კომუნიზმი მაინც მოგეხსენება რომ მაინდა მაინც გულზე არ მეხატება. ურჩხულები იყვნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დეკლარირებული, განცხადებული არ იყო. ყველა ლოზუნგი, საბჭოთა ლოზუნგი ეს არის კაცთმოყვარეობაზე, მშვიდობაზე. არასოდეს არცად არ ყოფილა ასეთი დეკლარირება იმის რომ აი ეს ერი უნდა ამოწყვეტეს თავში. არა, ერიქით საშინელება. ამოწყვეტავდნენ, მაგრამ იტყოდნენ რომ იმ ერის სასარგებლოდ. ეს ამის გამარჯვება არ იქნებოდა არავითარ შემთხვევაში. ყველა მარმალადი და შოკოლადი არ მოქონდათ ჩვენთან. მოდიოდა მანქანა. მანქანას ის რო გლუშიტელი რო ქვია, საიდან ბოლი გამოდის, ის იყო შიგნი შედიოდა მანქანაში. იმაში ჭდებოდა სვამდნენ. ბავშვებს ასხავდნენ, ხო? ყველას დიდი პატარა სულეთი შევიდოდნენ. ეს მიდიოდა 14 წუთში გაგუდული იყო ხალხი, წინელოდნენ გამოთხრილი საფლავი. ამომთხრელებს ჩასვამდნენ და ასე დადიოდა ეს მანქანა და მანქანა ამუშავდა ფაბრიკა, სიკვდილის ფაბრიკა მოდიოდა. და მოიშორა ეს ყველაფერი ღვთისმსალობით კარგად დამთავრდა, გერმანია აყვავდა, დემოკრატიულია, დგას და ისევ გვეხმარება და ისევ აი მე მინდა დაუბრუნდე კიდევ იმ თემას, როდესაც ომი როცა იყო, მაშინ აი მე მახსოვს ერენბურგის ლექსი იყო, მოწოდებები, რომ სადაც ნახავ გერმანელს იქ მოკალი, ასეთი მოწოდებები იყო, მაგრამ ჩემ და ასე ვთქვათ, საამაყოთ იმ დროს, იმიტომ მე ჩემ თავს მაინც იმ პერიოდის ადამიანად მიმაჩნია, ომის შემდეგ დიდი პერიოდი კარგად მახსოვს. მე ძალიან 2-3 დღეში ეს მოისპო. 2-3 დღეში მოისპო და სპეციალური დადგენილებებიც კი გამოვიდა, რომ გერმანელები არაფერ შუაში არ არიან, ეს არის ფაშიზმი. რა თქმა უნდა. და ახლა მე მინდა ერთი კითხვა დაგისვა, რომელიც ნუ აი საფრანგეთში გასაგებია, რომ აი ფაშიზმის წინააღმდეგ არის მიმართული ცხადია, მაგრამ მარტო ფაშიზმის წინააღმდეგ არ უფრო განზოგადოებული, უფრო ზოგადია ჩემი სპექტაკლის იდეა ჩემისაზე. ომის წინააღმდეგ არის საერთოდ, მაგრამ აი როგორ იღებენ ამას გერმანელები? და ჩვენ ორჯერ ვიყავით. აი ხომ მესამეჯერ ვარ დაბადებული. დიდი განცდით, დიდი კარგი პრესა ჰქონდა, არაჩვეულებრივად იღებენ. ძალიან კეთილი მაყურებელია. ისევე დიდი განცდები, სადაც ხტირიან რუსეთში, ხტირიან გერმანელებიც. ერთი განცდა აქვს ყველაფერი. მე ხო თავიდან მოგახსენეთ მათი ფულითაც არის გაკეთებული. ნაწილობრივ ფული ჩადა. რა თქმა უნდა, ეს იყო რუსეთი, გერმანია, საფრანგეთის ნაწარმოები. ხოლო ამჯერად უკვე როცა თბილისში დავდგე, ეს არის საქართველოს საფრანგეთის ერთობლივი ნაწარმოები. და ეხლა
ეხლა კიდე მიდიხართ საფრანგეთში? ემაში გერმანიაში ვარ დაბადებული, ძალიან საპატიო ეს ჩვენთვის, იმიტომ რომ გერმანული მაყურებელი ძალიან ძლიერი მაყურებელი ყავთ მაგათ და რაცა გერმანული თეატრი მოგეხსენებათ, უსერიოზული თეატრი აქვს გერმანელებს. იმ სიმბოლოში გერმანული ჯვარი რომ სიმბოლო რამდენადაც მე ვიცი ეს ჩვენც ურევი ვართ მაგას. გურჯიევმა შესთავაზა უდიდესმა მისტიკოსმა, რომელმაც იგივე სემინარია დაამთავრა თბილისში სტალინმა, ხო. ერთ სემინარიაში სწავლობდნენ და რამდენადაც ვიცი სტალინის სულ გამუდმებით, ესე იგი, იყო დაინტერესებული იმით, რას აკეთებს გურჯიევი, სად არის, რას სულ თვალსაჩინო. ხო, ეს თითქმის დოკუმენტურად ვიცი, რომ ეს ასე იყო. და აი გურჯიევით დაინტერესებული იყო გიტლერის და გიტლერს შესთავაზა აი სიმბოლო, ეს რამდენადაც ვიცი. სვასტიკა, ხო. ისი და მან ესე იგი შესთავაზა ძველი მზისა და აი ინდური სიმბოლო არ გინდა სანს არის ესე იგი ბრუნვის ესე იგი ცხოვრების ბრუნვის სიმბოლო ეს ბრუნულად არის ეს მაგრამ უკუღმა გაუკეთა ესე იგი უკუღმა აქვს შექცეული ეს მიმართულება მაშინ სწორად მიხვდარა უკუღმა წაგივათ შეიძლება დაცინაც იყო ხო მე თვითონ არ იღებდა არავით არა მაშინ მონაწილეობს არც იდეოლოგიაში მაგრამ როგორც დიდ მისტიკოს მას მიმართეს აი ამისთვის ეს აბადე ეს საერთოდ მე მგონი ეს სენი ერთხელ და ეს გაუთავებელია ყველა ადამიანში ზის და ყველა ერში არის ეს გამუდმებითი ბრძოლა უნდა გქონდეს ჩვენ ყველას რაღაცა არ მოგწონს მე არ მომისა აი სხვა არ მომწონს სხვა სინათქვამი არ მომწონს ეს გაუთავებელი პროცესია და ამიტომ ასეთი დიდი გამარჯვება საერთო საკაცობრიო გამარჯვებას მიმაჩნია იმიტომ რომ როგორც ახლა მე და შენ შემოსვლამდე შენ მიხსნიდი რომ ეს ანტიქრისტეს მოვლენა იყო ეს ყველაფერი აი სხვათა შორის ბევრი რუსი ფილოსოფოსი დამწერალი კერძოდ მერეშკოვსკი მაგალითად საერთოდ დიდი ციკლი აქვს დაწერილი შენ ამის შესახებ ხადია მერეშკოვსკის აქვს დაწერილი ქრისტე და ანტიქრისტე ესეთი ნაწარმოებები და სულ ეძებდა იმას აქვს ლეონარდო და ვინჩიზე, ტოლსტოიზე და დასტაევსკიზე, აქვს იულიანზე მან თავისი სიცოცხლის განმავლობაში, რა კი რუსეთში ცხოვრობდა და მე გაიქცა იმიგრაციაში, ის სულ არ ყვევდა ვინ არის ქრისტე და ვინ არის ანტიქრისტე. მისთვის იყო მაგალითად სტალინი ანტიქრისტე და ამიტომ ჯერ წავიდა და პირველ პერიოდში მუშაობდა როგორ გერმანიაში იყო და ერთ სიტყვით პირველ ხანებში რატომაც მოსწონდა ეს. მაგრამ მე საშინელად განიცდიდა იმას, რომ და მე სულ უარს ამბობდა. უკვე როცა დაიწყო გერმანიამ ასე ვთქვათ ამოქმედა და დაიწყო მანქანის რომელზეც შენ ლაპარაკობდი, ეს მუშაობა როცა დაიწყო, მაშინ უარი თქვა ყველა იმაზე. აგრეთვე მე ვიცი, რომ აი ჩვენი მწერლებიც, აი კერძოდ ისეთი დიდი მწერალი როგორც იყო გრიგოლ რობაქიძე, ისიც წერდა რაღაცას გიტლერზე დადებით და ხოლო შემდეგ ყოველთვის ასე ვთქვათ იმაზე უარს ამბობდა იმ იდეაზე მაგრამ ცხადი არ შეიძლება და ნუ ეს არის რა ბარემ ისარგებლოთ კი შემთხვევით ძალიან ცოტა ხალხია გადარჩენილი ვინც ომობდა ეს ალბათ ამ დღეებში იქნება და მადლობა უთხრათ ამ ხალხს ის უმცროს თაობას რომელმაც ეს 90 გრამი პური აქვს სხვათა შორის მინდა იცოდნენ თბილისში ქართველებმა იცოდნენ რომ 2000-ზე მეტი თვითმფრინავი გამოუშვა ლაოჩკინის დისტრიბუტორები მან საქართველოს თბილისში ეს ფაქტი არის და ეს დიდებული თემაა გია შემდეგი თქვენი გადმოცემისთვის იმიტომ რომ მაპატიეთ რომ გირჩევთ შემიძლია ქუჩაში მეთქვა მაგრამ არ მეთქვათ რომ დავახალხი მომავალი ისა თუ საინტერესო იქნება რომ რას აკეთებდა საქართველოს ომის დროს 2000 თვითმფრინავი წარმოგიდგენიათ ხალხო აგერ აქ აკეთებული თქვენ სტუდიიდან 1 კილომეტრში და ისინი დაფრინავდნენ ლაოჩკინის თვითმფრინავები რამდენი გაჭირებაში და 100 გრამ პურში რამდენი
მფრინავი რამდენი артиллеристი ყველაფერი ეს აქ იჭედებოდა ეს გამარჯვება ჩვენთან საქართველოში. მათ შორის საქართველოში შენებლები ჩვენ ვერასოდეს ვერ შევედრებით იმ დიდ წყვილზე რაც რუსეთმა, დიდმა ამერიკამ, დიდმა ინგლისმა, საფრანგეთმა, რა ვიცი, მთელ მსოფლიომ, მაგრამ ისე ეს პატარა ქვეყანაც რო იქნებდა ხალხს 2000 წლის არა ცოტა მერწმუნეთ. მე რომ მუშაობდი ამ სპექტაკლში ბევრი წავიკითხე გერმანული წყაროები, ხო, ძალიან მეცნიერულად ინგლისელები, ძალიან ამერიკელები, ფრანგები, ესე სხვადასხვა ისა ყველა თავისი თვალსაზრისი აქვს და ფაქტები რაც უნდა. მაშ მოულოცოთ რა, ერთმანეთს და სტუდიასაც და თელ საქართველოს ეს მithumetes რომ ეს მოძლევს ასმისთან და ბრწყინვალე სამივე თავი მოაჭრეს ურჩხულს და ერთ-ერთი ბრწყინვალე დღესასწაულებს როგორც არის აღდგომა, გიორგობა და 9 მაისი, ესეც დღესასწაული რაღაცა გაზაფხულის და სანიშნავი ახლა წმინდა აღდგომა სუფთა სილამაზე ჩვენი მაარსებელია. დიდი მადლობა რომ მომიწვიე. დიდი მადლობა რომ ჩვენ თეატრს ასეთი ყურადღება დაუთმეთ. ნუ ეს მე კი არ დაუთმე, ფრანგულმა პრესამ დაუთმო და ჩვენ რა დაუთმოთ ეს ცნაური იქნებოდა. მაყურებელს ვთხოვთ რომ მოვძანდეს ჩვენთან თეატრში ნახოთ. ხო, დიდი მადლობა. დღეს ყავდა სტუმრად ჩვენ ბატონი რეზო გაბრიაძე, რომელიც ახლახანს დაბრუნდა გასტროლებიდან, სადაც ჰქონდა თავისი ჩემი სადაც ბრწყინვალე სპექტაკლი. საჩვენა სტალინგრადის ბრძოლა, ანუ რეკვიემი. მადლობთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გამარჯობათ, ვაგრძელებთ ჩვენ საუბრებს სტუდიაში. დღეს საუბრის თემა იქნება თბილისი, უფრო სწორედ ლიტერატურა, რომელიც მიზღვნილი არის თბილისისადმი და ამასთან დაკავშირებით მოწვეული ყავს სტუდიაში ახალგაზრდა მეცნიერი, კულტუროლოგი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი. ის უკვე რამდენჯერმე ყოფილა ტელევიზორში, ჩემთან არა, სხვა სტუდიებში. და ალბათ მაყურებელს ეცნობა კიდეც. პირველ რიგში აი მინდა ეხლა გავიგე მე ზაზა რომ შენ იყავი რაღაც კონფერენციას მრგვალ მაგიდებზე, სადაც გაიცანი ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი, როგორიც არის მერაბ მამარდაშვილის მეგობარი, როგორია და პეციგორსკი ხო კაცო. პეციგორსკი და მასთან ახლო მეგობრობა დამყარდა შენსა და მას შორის, ხო? აი ცოტა ჯერჯერობით იმისათვის რომ შენ წარგადგინოთ, აი ამის შესახებ მოგვიყვება. ჯერ ვინ არის პეციგორსკი და ალექსანდრ მაისიევიჩ პეციგორსკი არის შეიძლება ითქვას 60-იანი 70-იანი წლების რუსულ ჰუმანიტარულ აზროვნებაში საკმაოდ დიდი როლი შეასრულა. ჯერ თუნდაც ერთი მომენტი რო ავიღოთ, იმიტომ რომ იგი არის ერთ-ერთი ფუძემდებელი ამ ტარტუ-მოსკოვის სკოლის, რომელმაც პრინციპში რუსულ ჰუმანიტარულ აზროვნებაში გადატრიალება შეასრულა და რომელიც პრინციპში აი 50-იანი წლების კრიზისიდან გამოიყვანა რუსული და საბჭოთა ჰუმანიტარული აზრი. მე ახლა ცოტა გადავუხვევ ჩვენ თემას, მაგრამ
მაინც როცა ამბობ რომ გადატრიალება მოახდინა, რა გადატრიალებაზე ალაპარაკი თუ მოკლედ შეიძლება ამის ჩამოყალიბება. შეიძლება ითქვას რომ ესე იგი 50-იანი წლების ბოლოს და აი სტალინური 20 წლეული რო ავიღოთ ატკო და ვილიკავი პირველმა 1930 წლიდან 1950 წლამდე საბჭოთა რუსული და საერთოდ საზოგადოებრივ საბჭოთა ჰუმანიტარული აზრი იყო სრულ მეთოდოლოგიურ კრიზისში. ესე იგი ეს კინის ფარდა ჩამოეფარა არა მხოლოდ პოლიტიკას, ეკონომიკას, არამედ პირველ რიგში ჩამოეფარა კულტურას და მეცნიერებას. განსაკუთრებით ყველაზე დიდი იდეოლოგიური ის არის ის პიტიგორსკი, ესე იგი საბჭოთა ადამიანი. პიტიგორსკი ისევე როგორც მამარდაშვილი, ისევე როგორც ლოტმანი, ისევე როგორც ავერინცევი და ესეთი ადამიანები იგი ჩამოყალიბდა საბჭოთა პერიოდში, მაგრამ სწორედ ამ ადამიანებს უნდა უმადლოდეთ, რომ მოხდა ესეთი მნიშვნელოვანი რეჟიმისადმი წინააღმდეგობა და აი ამ თვითონ საბჭოთა სისტემაში შეიქმნა ისეთი ისეთი მოძრაობა შეიქმნა, რომელიც უკვე აღარ იყო დამოკიდებული საბჭოთა აზროვნებაზე და ფაქტობრივად ეს შიგნიდან ანგრევდა რეჟიმს. და ეს ნგრევა რეჟიმის ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ დაიწყო გარღვევა აზროვნებაში. აზროვნებაში მოხდა გარღვევა და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ აი სწორედ აი ამ გარღვევამ 30 წლის შემდეგ მოგვიტანა ის შედეგი, რაც გამოიხატა საბჭოთა კავშირის დანგრევის სახით. და ამ აზრით შეიძლება ითქვას, რომ მამარდაშვილთან ერთად და იური ლოტმანთან, ვიაჩესლავ ივანოვთან ერთად მისი დამსახურება სოლჟენიცინი, რა თქმა უნდა, ესე იგი, თუ ყველაზე გამოხატულ მაგალითს ავიღოთ, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სოლჟენიცინი უნდა დავასახელოთ, მაგრამ მე მაინც რადგანაც ესე იგი ჰუმანიტარულ აზროვნებაზე ვლაპარაკობ, გულისხმობ მაინც აი ჰუმანიტარულ, სამეცნიერო აზროვნებაში ამ გადატრიალებას და ლიტერატურა რა თქმა უნდა რუსეთში ყოველთვის ძალიან დიდ როლს ასრულებდა და ყოველთვის მის მიერ გამოწვეული რეზონანსი ყოველთვის უფრო მეტი იყო. რა თქმა უნდა ამ აზრით სოლჟენიცინი და ის რაც 1978 წლის შემდეგ რო საერთოდ გადატრიალდა დასავლური აზროვნებაც კი, იმიტომ რომ გულაგის შემდეგ დასავლური საზოგადოება უკვე სხვანაირი გახდა, ეს ცნობილი ფაქტია. ხო, ცხადია, იგივე დაუშვათ სტალინის რეჟიმი ვერ შეიქმნებოდა, რომ არ ყოფილიყო გარედან, საბჭოთა კავშირის გარედან დიდი სიმპათია ასეთი ამ იდეებისადმი, დემოკრატიული, აბსოლუტურად გეთანხმებით. თვალსაზრისით. წოდებული დასავლური ინტელიგენცია 10-იანი 20-იანი წლების ძირითადად ესე იგი ინტელექტუალური აზრი, რა თქმა უნდა, ეს არა მარტო შინაგანად იყო შემზადებული სტალინიზმისათვის, არამედ 20-იანი წლების დასავლური ინტელექტუალური აზრი ყველანაირად უჭერდა ხელს სტალინს და ჩვენ ვიცით რა დიდი როლი შეასრულა ამ სიმპათიებში თაგორმა,